26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალგაზრდა სამხედროები ქვეყნისა და ხალხის წინაშე სამხედრო ფიცს 12 ისტორიულ ქალაქში დადებენ. როგორ ემზადებოდნენ ამ მნიშვნელოვანი დღისთვის და რას ნიშნავს მათთვის ფიცის დადება, მარიამ იმედაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გავიგებთ. ვარ მქონდა აქამდე ჩემი სამხედრო ვალი შესრულებული, გულში მაინც ცუდად მქონდა ჩარჩენილი და 22 წლის ასაკში საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სამხედრო ძალებში მემსახურა. გავიაზრე თუ რამდენად მიყვარდა ჩემი სამშობლო და მინდოდა ვემსახურა მისთვის და 26 მაისს დავდებ ფიცს, რომ დავამტკიცო ჩემი საქართველოს წინაშე სიყვარული. პირდაპირ მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე. პირდაპირ მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე. სამხედრო სამსახურში სახური ერთ-ერთი ჩემი ესე რომ ვთქვათ, უცნება იყო და როცა საშუალება და დრო მომეცა, გადავწყვიტე წავსულიყავი საქართველოს ჯარის რიგებში და მომეხადა ჩემი სამხედრო ვალი. ეს არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღე და ამ დღის შემდეგ გულისხმობ ფიცის დღეს. იღებ შენ დიდ ვალდებულებებს, რომელსაც იკიდები მეტი პასუხისგებლობით, მეტი დაფიქრებით და მეტი მონდომებით. ძალიან დიდი ემოციებით და დიდი შემართებით ვხედი ამ დღეს. როცა გავიგე რომ 26 მაისს ფიცს დავდებ, мотивация მომეცა რომ უფრო მეტი შრომა და მონდომება ჩამედო ჩემ სამხედრო სამსახურში და რა თქმა უნდა ამ დღისთვის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ რომ ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ 100% ჩავდებ ჩვენ რომ დავანახოთ საქართველოს მოქალაქეებს თავდაცვის ძალების ერთობა და შემართება. ჩემი ოჯახი უდიდესი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს, როცა გადავწყვიტე რომ სამხედრო რიგებში ჩავდგარიყავი, ისინი სულ ჩემ გვერდით არიან და მხარს მიჭერენ ყველანაირ საქმეში. ვიცი! კიდე დავიწყო სამხედრო დისციპლინა! კიდე დავიწყო სამხედრო დისციპლინა! როგორც სახელმწიფოს ლიერები საფუძველი და საფუძველი! როგორც სახელმწიფოს ლიერები საფუძველი და საფუძველი! ოჯახისგან პირველი რეაქცია რა თქმა უნდა იყო სიამაყე და როცა დავინახე სიამაყე, კიდევ უფრო მონდომებით აღვივსე და მინდა დავანახო არა მარტო ჩემს ოჯახს ამ 26 მაისს ჩემი ფიცის დადება, არამედ მთლიან საქართველოს. ფაქტორი რომ გამეგზელებინა ჩემი სამხედრო სამსახური იყო სამშობლოს სიყვარული, დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ყველა ადამიანისთვის. ფიცის დადების შემდეგ ვაპირებ რომ ჩვეულებრივად გავაგზავნო ჩემი სამხედრო მოვალეობა, რომ ქვედანაყოფშიც მომიწევს. ეს დღე არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი, ძალიან ამაყი ვარ და მე ამაყება ჩემ თანამებრძოლებთან ერთად ყოფნა. რა სიტუაციაც დამხვდა ძალიან გამაუცებელი იყო და ყველას ურჩევდი რომ აქ წამოვიდეს და გამოცდილება მიიღოს, მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, ყველა თავს ასე თუ ისე სხვანაირად დაინახავს. დასიცოცხლის უკანასკენ თუდამდე! დასიცოცხლის უკანასკენ თუდამდე! ვიბრძოლობ დარზე გამარჯვებისათვის! ვიბრძოლობ დარზე გამარჯვებისათვის! ემსახურო საქართველოს, ეს არის უდიდესი პასუხისგებლობა და ვალდებულება, რომელიც უნდა შეასრულო ისე, როგორც ეკადრება საქართველოს ჯარისკაცი. პასუხისგებელი ვიქნები ფიცსა და ქვეყნის წინაშე!